რუსთავში 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია წარადგინა ქალაქის მერმა. აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ახალგაზრდულ, სპორტულ და კულტურულ მიმართულებებზე. დაგეგმილია თბილისის და მესხიშვილის სახელობის ქუჩების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში გაგრძელდება რუსთაველის ქუჩის რესტავრაცია, პრიორიტეტად დარჩება შიდა საუბნო გზების და სივრცეების მოწყობა, ასევე ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია. გაიხსნება ახალი ახალგაზრდული ცენტრი და IT აკადემია. მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით 65%-ით გაზრდილი ბიუჯეტი დღეს რუსთავს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას განვახორციელოთ მეტი პროექტები, უპასუხოთ მეტ გამოწვევებს და განვახორციელოთ ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიც არის თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, მესხიშვილის განახლება, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა სპორტის ხელშეწყობისთვის, ასევე ახალგაზრდული ცენტრების მშენებლობა, საბავშვო ბაღების განვითარება. სწორედ ეს პროექტები დაიწყება 2025 წელს, რაც ჩვენს ქალაქს გახდის კიდევ უფრო ლამაზ